დევნილების სახელკარით უზრუნველყოფის საკითხი სოციალური პოლიტიკის გამჭოლ მოტივად რჩება. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში დევნილებზე თითქმის არაფერია ნათქვამი. ამდენად ბუნებრივია, თუ ახალი ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ პოლიტიკის განხორციელებისას წინამორბედი ხელისუფლების სამოქმედო გეგმას მიჰყვება. საინტერესოა, რას თავაზობს სახელმწიფო დევნილებს ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. განზრახვათან და კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯთა შესახებ სასაუბროთ პირველ არხს სტუმრობს დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. მოგესალმებით, გაუტოვებთ ბატონებთ, კონკრეტულ დიალოგს 10 საათზე დავით ბაიჯაძესთან. დღეს ხუთშაბათია, ჩვენ ამ დროს ხვდებით ერთმანეთს პირდაპირ ეთერში. ჩვენ სტუმარი გახლავთ დავით დარახველიძე, დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. მოგესალმებით, თქვენ მადლობთ, რომ მოგზავნით კაცემაში მონაწილეობას. ვერ იტყვი, რომ დღე არ გავა, რომ რაღაც მოვლენა არ მოხდეს დაკავშირებული დევნილებთან, თუმცა დღეს სწორედ ეგეთი დღე იყო. ზუგდიდში ჰქონდათ აქცია, ამავე დროს მოვისმინეთ ხელისუფლების შეტყობინება, რომ მესხეთიდან დეპორტირებული და მე შენებულად არ ვიძახი ტერმინს თურქი მესხები ასეთი რაღაც უბრალოდ არ არსებობს. მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის საქართველოს დაბრუნების შესახებ და ბუნებრივია თუ ეს განხორციელდება, ეს იქნება ეს შემოვა თქვენს კომპეტენციაში. იმიტომ რომ იმიგრანტებიც, როგორც ვიცით, შემოდიან დევნილთა სამინისტროს კომპეტენციაში. მაგრამ მოდი ჯერ მაინც ველაპარაკოთ, ეს ყოველს ცხელი ამბავი. მოდი ველაპარაკოთ იმ დევნილებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, წლებია, ისინი იძულებით ძალიან გადაადგილებული თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან და თქვენთან წვნებული უწყების ახლო და საშუალო პერსპექტივის განზრახვებით შემოვაყალიბოთ მათ მიმართ. კი ბატონო. მოკლედ და მე შევყვეთ სხვა საკითხებს კონკრეტულად. ანუ დღეს რა მდგომარეობაა მიმართულებით? მოდი ვთქვათ ასე. ანონსში გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის საცხოვრებელი სახლები მათთვის. ნუ სახლები თუ ბინები მაინც. კი ბატონო. ამ მხრივ რას უპირებთ? არის სტატისტიკას თუ გავხედავთ 30000 ოჯახია, 28000 ოჯახია უზრუნველყოფილი, მაგრამ დარჩენილია ორი მაგდენი არა, მაგრამ ყოველში თითქმის ორიამდე. ხო, ორიამდე. ეს 28000 ოჯახი არის ბოლო წლების ნაყოფი, ბოლო 6-7 წლის ნაყოფია. ლაპარაკია ოჯახებზე, რომელთაც აქვთ საკუთრებაში უკვე თავიანთი სახლები და ბუნებრივია ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას საქართველოს კანონმდებლობით იმ სახლებზე, საიდანაც ისინი გამოაძევეს. მეტრი არიან დევნილები, რომელთაც საკუთრების უფლება ჯერ ახალ სახლებზე არ აქვთ ასეთი სახლები. მათ მიმართ თქვენი პოლიტიკა. მოგახსენებთ, ეს უბედურება რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს დაატყდა თავის დროზე 90-იან წლებში დავკარგეთ ტერიტორიები და საკუთარ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულენი იქცნენ დევნილებად. გავიდა 19 წელი და თქვენ თვითონ დაასახელეთ ციფრები, რა მდგომარეობაც გაქვთ. თუმცა ერთ რამეში მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ და ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში დევნილების მიმართ არაფერი არ არის და დამოკიდებულება თუ ისეთი იქნება, მაშინ რა თქმა უნდა პრობლემები იქნება. მართლა ვერ ვნახე ბატონო და აღარ არის და ქვეთავის სახითაც კი არის არსად გამოყოფილი. კარგით, მე მოგახსენებთ, ესე იგი უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მემკვიდრეობა შეხვდა მძიმე სამინისტროში. აბსოლუტურად გაუცხოებული იყო ურთიერთობა დევნილებსა და მათ სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის და ნდობა დასული ნოლამდე. იქამდესაც რომ სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა უკანა კარიდან დადიოდა სამინისტროში, ხოლო წინა მხარეს მუდმივად მიტინგები იყო. მეც მიტინგები დახვდა წინა მხარეს, მაგრამ არ მიცდია უკანა კარიდან შესვლა. იყო მძიმე ეს ურთიერთობა, მაგრამ თანდათან დამშვიდდა სიტუაცია. თუმცა ხან გამოშვებით, ახლაც მეორდება, ვთქვათ მოულოდნელად. რა მოთხოვნით იყო ეს? ძირითადი მოთხოვნა არის საცხოვრებელი, ყურადღების მიქცევა, დახმარება, დასაქმება, შემოსავლის წყარო და ასე შემდეგ. იმისათვის რომ ჩვენ აგვედგინა ნდობა დევნილების და ამავე დროს ზუსტად გავკეულიყავით მათ საჭიროებებში, სრულად გავაგეთ სამინისტრო, დავნიშნეთ მიღების დღეები.
4 დღე კვირაში, გარდა ორშაბათისა, ორშაბათს ორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ. სამშაბათი დღე არის ჩემი სრულად. მთელი დღის მანძილზე მე ვღებულობ ყველა მოსვლას, ვინც წინასწარ ეწერება ცხელი ხაზის მეშვეობით. ასევე სხვა დღეებში ჩემი მოადგილეები ხდებიან დევნილებს. ამ ხნის მანძილზე ჩვენ ასე პირადად ურთიერთობაში 10,000-მდე დევნილს შევხვდით და მოусმინეთ. შესაბამისად, ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები და საჭიროებები, ის პრობლემები, რაც მათ დღეისათვის უდგათ. და აქედან, რა თქმა უნდა, უპირველესია საცხოვრებელი. რითი იყო განპირობებული ეს საპროტესტო აქციები? მე ჩემი ვერსია მაქვს ამისი, როცა დაინახეს ვთქვათ სხვა დევნილებმა მიიღეს საცხოვრებელი ბუნებრივია რომ ეს უბინაო დევნილებს შორის გააღვივებდა ასეთ სულისკვეთებას, ხო მათაც უნდათ და ამიტომ ესე რომ მართალია იქ აქციებს აწყობენ და შეიძლება თქვენ ახლა აღარ გიწყობენ, მაგრამ სურვილები მათ იგივე ურჩებათ. კი. საპროტესტო აქციები განპირობებული იყო მათი მონათხრობიდან გამომდინარე და ჩვენის დაკვირვებით იმით, რომ ისინი იყვნენ გაურკვევლობაში. თქვათ არ იყო რამდენი ისწრებოდა ხო, რამდენი ხალხი იყო იქ? ეზო პატარა შენობასთან, რომელშიც სამინისტროა განლაგებული, 100 კაცის მოსვლა უკვე ავსებს ეზოს. ასე ბევრია, მაგრამ კაცის წუხილი მნიშვნელოვანი, თუმცა ბევრი არ არის. ნუ რამდენიმე ათეული ხშირად. ეს არ იყო თქვენი ასე ვთქვათ პარტიულად ხარდამჭერი დევნილების გაერთიანებაც ამავე დროს, აი ეს ჯგუფი რაც იქ აწყობდა აქციებს. არა, ეს პარტიული ნიშნით შემდეგ ასეთ რამ არ მოხდარა. მე არ ვიცი მანამდე იყო თუ არა, მაგრამ არ გონია. გავაგრძელებ აზრს, ესე იგი, მათი განწყობები იყო განპირობებული იმით, რომ არ იცოდნენ, არ იყვნენ გარკვეული, ვთქვათ, იგივე თუ მოზარდება ობიექტი, ვინ მიიღებს, რის საფუძველზე მინახდენს საბინაო ფართების განაწილებას, რატო და რისთვის. არ იყო გამორიცხული და ეს არ არის ახალი ამბავი, რომ მანკიერ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი, დღესაც საუბრობენ იმაზე, რომ ვთქვათ, გარკვეული საფასურის გადახდა ხდებოდა იმისათვის, რომ ვიღაცას ვინა მიიღო. საუბარი ძალიან ძიმეა, გუნდა დაამტკიცო, გუნდა გამოძიებული იყო საქმე აღძრულია ვინმეზე? საქმეები აღძრულია რამდენიმე, ამაზედაც მოგახსენებთ, გვარები პირდაპირ გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე და თქვენ წარმოედგინეთ, უახლოეს წარსულში რამდენიმე კვირის წინ ჩვენი დღევანდელი თანამშრომელიც დააკავეს ღვთამისაღების ფაქტზე, თუმცა ეს იყო თანამშრომელი, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა სამინისტროში, მაგრამ თამი როდის აიღო? თამი აიღო დაახლოებით 2 კვირის წინ $500 ოდენობით. თუმცა ეს არ იყო იმ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც შეიძლება რაიმე გავლენა მოეხდინა ფართის განაწილებაზე და თან ისტორია დაკავშირებული იყო ფართთან, რომელშიდაც დღესაც თავისუფალი ოთახებია და ჩვენ ყველას ვთავაზობთ, ეს არის თეთრ წყაროში. ცოტა კითხვები არის აქ, თუმცა ის ადამიანი დღეს გისოსებს მიღმა ზის და საინტერესოა, ვთქვათ, როგორ დასრულდება ეს ამბავი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მას უთქვავს, რომ მარტო არ იყო ამ საკითხში. ბატონ ფაცაცია თქვენი მოადგილეა. პირველი, დიახ. აი მე ვიცი რომ მისი შვილი მონაწილეობდა მიტინგებში იქ. არ გამოვიწყდა, უბრალოდ მე მაშინ ესეთი ორგანიზატორიც იყო ამ მიტინგში. მე დროს მონაწილეობდი წინასაარჩევნო კამპანიაში რეგიონში, რაჭაში და აქ არ ვიყავი ამდენად არც ვერც დავადასტურებდა, ვერც უარყოფ, თქვათ, იქ ასეთი რამე იყო, თუ არ იყო. დღევანდელი მდგომარეობა, ანუ მე მოგახსენებთ, საჭიროებები ჩვენ გამოვკვეთეთ და გარკვეული, თქვათ, რამ უნდა გვეთქვა ამ დევნილებისათვის ჩვენი გეგმების და დაპირების შესახებ და ეს განვაცხადე, მე გავახმოვანე, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად უახლოესი 4 წლის მანძილზე გადაჭრას და მოაგვაროს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში პრობლემა შეიძლება დაუსრულებელ, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს, იმიტომ რომ დევნილთა რიცხვი იზრდება, იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებიც დღეს ითვლებიან დაკმაყოფილებულად და შედიან იმ 28,000-ში, უკვე ახალია, ოჯახები ფართოვდება და მათგანაც ბევრი მოდის მოთხოვნით, რომ შეუძლებელია იმ სივიწროებში ცხოვრება და ითხოვენ ახალ ფართს. ამოცანა არის ძიმე მანძილზე რას მოდი რიცხვებში ვთქვათ რას აკეთებთ ხო? უპირველესად უნდა გითხრათ რომ ესე იგი 28,000 აქ შედის კომპენსირებული ეგრეთ წოდებულები, ვინაც თანხა მიიღო, სუფთად ბინა რომ მიიღო ასეთია 25,000, სულ 90,000 დევნილი ოჯახია ერთად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან.
დაახლოებითი გამოთვლებით და რაც შეეხება ზუსტ ციფრებს ამაზე შემდეგ მოგახსენებთ დღეისათვის აუცილებელი მწვავე საბინაო საჭიროება აქვს 40,000 ოჯახს. აქედან 20,000 ცხოვრობს თბილისში, 20,000 დანარჩენ საქართველოში. ყველაზე მეტად კომპაქტური და მრავალრიცხოვანი დასახლება თბილისის შემდეგ არის ზუგდიდი. ანუ ეს ნიშნავს, რომ 40,000 საცხოვრებელი ფაქტი უნდა შეიქმნას და გადაეცეს მათ ჯერ სარგებლობაში, შემდეგ საკუთრებაში. ბიუჯეტი თქვენ რამდენია და როგორ განსხვავდება, რამდენი განსხვავდება, ან რამდენჯერ მეტია წლევანდელი შაშანდელზე? პროექტი ბიუჯეტის მიმდინარე წლის, როცა ჩვენ მოვედით სამინისტროში და ზოგადად მთავრობა ხელისუფლებაში, გახდათ 24 მილიონი. დღეისათვის ჩვენი ბიუჯეტი არის 50 მილიონი. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის დამოუკიდებლების მაჩვენებელი ახალი ხელისუფლებისა დევნილთა საკითხების მიმართ. თუმცა წინა წლებშიც უნდა ითქვას, რომ იცვლებოდა ხოლმე ბიუჯეტი, მაგალითად შეიძლება დაწყებულიყო წელი 31-12 მილიონით და მთელი წლის მანძილზე წინა წელს ცვლილების შედეგად 40 მილიონს ყოველთვის აღემატებოდა ხოლმე. იმის წინა წელს 23 წელი 52 მილიონი იყო, მაგრამ აქედან 10 მილიონი მოხმარდა ახალი სამინისტროს შენებას გორში, რომელიც მე გადაეცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ამ ბიუჯეტიდან სამინისტროს? კი. დევნილთა სამინისტრო ახალი აშენდა 2011-12 წლებში გორში, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების ცვლილების გამო ჩვენ აღარ გადავედით გორში, ხოლო ის შენობა გადაეცა ქურთის, ერედვის და თიხვის მუნიციპალიტეტებს. ამ შენობის აგების და მოწყობისათვის დაიხარჯა 10 მილიონი ბიუჯეტი. მაშინ გაორმაგებაც არ გამოდის, როგორც თქვენ ვთქვით. არა, მე ვამბობ წინა. თქვენ ახსენეთ, წინა წელთან შეიძლება ბოლო 3 წელსაც თუ აიღებ 2012 წლის ბიუჯეტიდან 10 მილიონი იყო გორში სამინისტროს შენებლობისათვის. ხო, ჩვენ პარკის ბიუჯეტის გაორმაგებაზე რაც ანუ ახალი საცხოვრებელი ფართების შექმნისათვის ჩვენ 10 დაжда თუ 5? მე როგორც ვიცი 10. მე როგორც ვიცი 5. კარგი. ჩვენ წლევანდელ ბიუჯეტში გვიდევს არაფინანსური აქტივისტის და ანუ ადრესაც უწოდებდნენ კაპიტალური ხარჯები შენებლობებისათვის და საცხოვრებელი ფართების მოწყობისათვის იქნება ეს რეაბილიტირებული თუ ახალი 30 მილიონი. თუმცა ბუნებრივია ეს იმ პროგრამის, იმ გეგმისთვის საკმარისი არ არის, რომელზედაც მე მოგახსენეთ 93 მილიონი იხარჯება საერთაშორისო დახმარება, რომელიც არის ჩადებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში. გარდა ამისა, უნდა ვიანგარიშოთ ასევე დევნილებზე გამიზნული 83 მილიონი. დევნილებზე საბინაო პირობების უზრუნველყოფა. რამდენ წელზე გათვლილი ფულია ეს? მიმდინარე წლის არის 83 მილიონი, პლუს იმ 50 მილიონზე, რომელიც მე მოგახსენეთ, თუმცა იმ 50 მილიონში არის არსებულ შენობებში მაცხოვრებელი, კომპაქტურად მაცხოვრებელი დევნილების კომუნალური და სხვა ხარჯების გადასახადების დაახლოებით 8 მილიონამდე და ბუნებრივია სამინისტროს შენახვის ხარჯები სადღაც 3 მილიონამდე არის ეს ყველაფერი. უნდა ესე თქვა, დევნილთა დაკმაყოფილების თქო 3 ხერხი არსებობდა, ეს არის კომპენსაცია და კომპენსაცია არ აღემატებოდა ხოლმე 10,000 დოლარს. ეს იყო მათთვის ცალკე კოტეჯების აგება პატარა სახლების და ეს არის კორპუსების აგება, სადაც ისინი შედიოდნენ საცხოვრებელ ბინებში საცხოვრებლად. სამივე დარჩება თუ რომელიმე მოაკლდება თუ დაემატება კიდევ რაიმე სხვა. მოგახსენებთ, კომპენსაცია არ გამართლა. სასახად შეიძლება ითქვას 10,000 დოლარად უმეტესობამ ვერ შეიძინა ბინა, ვერ მოაწყო თავის ცხოვრება, ვერ უზრუნველყო ბინით და დღეს ისევ მოდის და ისევ ითხოვს და ისინი ხსნიან სხვადასხვა მიზეზებით, სხვადასხვა მოტივებით, რომ ეს არ იყო თავისუფალ გარემოში, რომ მათ არ ქონდათ გაცნობიერებული, ზოგ შემთხვევაში ასახელებენ ზეწოლას. რამდენიმე ხნის წინ სულ ახლახან აქცია იყო ბათუმში, მერე ისინი ჩამოვიდნენ ქუთაისში, იყო სატელევიზიო გადაცემები, ასევე არის სასტუმრო აფხაზეთში ცხოვრები ყოფილი დევნილების უკმაყოფილება დაახლოებით 251 ოჯახი, დაახლოებით კი ზუსტად 251 ოჯახი ცხოვრობდა სასტუმრო აფხაზეთში, მათ მიიღეს კომპენსაციები და ისინი ამ მოვლენას აღწერენ, როგორც მათი უფლებების შელახვას. ოჯახები გაერთიანდა თითქოს
ხელოვნურად, ორ ოჯახზე მისცეს ერთი კომპენსაცია $7,000 ოდენობით და ასე შემდეგ და ისინი ამ საკითხს სვავენ ახლაც. ეს სერიოზული საკითხია, სულ საქართველოში და სულ დევნილთა შორის 5,600-მდე დევნილს ოჯახს აქვს მიღებული კომპენსაცია, ბუნებრივია ამ საკითხის თავიდან სწრაფად გადაწყვეტა, სწრაფად გადაჭრა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა მე უნდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა არსებობს და დგას. თუმცა არ გაამართლა ერთხელ უკვე მიიღეს ეს კომპენსაცია, მაშინ არ არის გამორიცხული, ნომოს ვარაუდობ უკაცრავად, კითხვა არ არის, ვინა გაგიზიაროთ უბრალოდ. მაშინ არ არის გამორიცხული ამ დევნილებისათვის კიდევ ყურადღების დათმობამ და რაღაც საკომპენსაციო ღონისძიებათა განხორციელებამ შეიძლება სხვა დევნილებში გამოიწვიოს. ბუნებრივია. მასენ დაგრჩებიან დროებით ისე. ბუნებრივია. ამიტომ მე დავასახელე ციფრი 40,000 ოჯახი, რომელსაც აქვს მწვავე საბინაო პრობლემა, რომელთაც არ მიუღიათ რაიმე ან კომპენსაცია, ან ფართობი ამ 19 წლის მანძილზე და უპირველესად უნდა იქნეს განხილული მათი საკითხის გადაწყვეტა. თუმცა ის რომ კომპენსირებულების მიმართ არის პრობლემა ცალკეულ შემთხვევებში, ამასაც ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ისინი არიან რეალური ადამიანები, ისინი ამ საკითხებს სვავენ, ისინი მოგვართავენ მუდმივად, თუმცა ეს დღევანდელ დღეს ამის გადაწყვეტა ურთულესია და ალბათ შესაბამისად გადაიდება. კარგი, მოდი ახლა დავინახოთ, თქვა აგრეგირებული მოცულობა თანხების. ეს არის 83 მილიონი, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გავა დევნილთა სასარგებლოდ, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის საერთაშორისო დონორების მიერ მოზიდული და გადმოცემული თანხები საქართველოსთვის. ეს არის წინა წლის მუშაობის ნაყოფი, იმიტომ რომ იანვარში ეს თანხები ვერ გაჩნდებოდა გასაგებია. ამდენად შეიძლება აქ თქვა თქვენი წინამორბედების დამსახურებაც ვიგულისხმოთ. ამდენად კი ალბათ ეგრეა. რა მშობლობა აქვს თავი რომ სამ ხალხს უნდა მოხმარდეს და არის კიდე თქვენი ბიუჯეტი 50 მილიონი. შეიძლება გარდა არის ერთი კომპონენტი კიდე რომ სრულყოფილი იყოს, ეს არის იმ შენობა ნაგებობების ღირებულება, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ეკონომიკის სამინისტრო, იმისათვის რომ მოვახდინოთ რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში. ეს არის შენობები, რომელსაც აქვს მყარი ფუნდამენტი, კედლები, სახურავი და ასე შემდეგ, ზოგია სკოლის შენობა, ზოგი ბაღის შენობა, ჩვენ ვახდენთ მათ რეაბილიტაციას, მაგრამ რეალურად მათ აქვთ ღირებულება და ეს უნდა მაშინ ჩაითვალოს. ეს კითხვა. ჩვენ ხედავდით გასულ წლების მანძილზე არაპოპულარულ ღონისძიებებს პრინციპში. როცა დევნილთა სამინისტროს უწევდა დევნილთა გამოსახლება შენობებიდან, სადაც ისინი განონიერად არ ცხოვრობდნენ, შესულები იყვნენ და ეს შენობები სახელმწიფოს საკუთრებაში ან ყავდა სხვა კერძო მესაკუთრე და იქ ცხოვრება იყო კანონის დარღვევა. პრინციპში ამ არაპოპულარული ნაბიჯების შედეგად ამ შენობათა საგრძნობი ნაწილი დაცარიელდა. ეხლა როდესაც თქვენ თავაზობთ, როგორც თქვენ ბრძანებთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ შენობებს, რომელი მეზველი ეკონომიკის შეკაცრავად მოდი შეთხოვები შევა. რომელი მეზველი შენობა ხო არ არის მათ შორის? არა. არ ამგონია უпростоრად, იმიტომ რომ ეს არის ის შენობები, რომელსაც განკარგავს ეკონომიკის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო და ისინი გადასაკეთებელია საცხოვრებლად, ანუ იქ არ უცხოვრია ადამიანს, გარ არის თქვათ წყალგაყვანილობა, კანალიზაცია და ასე შემდეგ, ელექტროგაყვანილობა, ანუ ინდივიდუალური ბინები იქ არ არის. ეს არის სკოლის შენობები, ტიპიური საკლასო ოთახებით, ან ბაღის, ან თქვათ სხვა დანიშნულების შენობები, მათ შორის ჩვენ გადმოგვეცა სულ ახლახან ვაზიანში 6 შენობა დაახლოებით 150 ბინა შეიძლება გამოვიდეს იქიდან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ვაზიანის ნაწილი, რომელიც მას არ ჭირდებოდა და გადმოგცა ჩვენ მოვაქნეთ მათ რეაბილიტაციას და შევასახლებთ დევნილებს. მოდით ვთქვათ ესე, მათთვის დევნილებისთვის ყველაზე არსებითი კითხვა არის როდის? კი. პირველ წყებას როდის შეასახლებთ? როდის იქნება თუნდაც ერთი საცხოვრებელი კორპუსი იქნება თუ სახლი თუ ბინა მზად საიმისოთ რომ მიიღოს მოსახლეები? ჩვენ მიმდინარე წელს უკვე შევასახლეთ 308 ოჯახი. რაც შეეხება თქვენ ბრძანეთ ძულებით წესით გამოსახლება და ამ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება სრულიად სხვა არის და ჩვენ ეს ტესტი შეიძლება ითქვას წარმატებით ჩავაბარეთ. ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა ძალიან მწვავე
ერთი ობიექტი, ეს იყო ბაქოს ქუჩაზე, სადაც შეჭრილი იყვნენ დევნილები, ამ დროს ეკუთვნოდა სხვა დევნილებს, თითქმის მიღებული იყო გადაწყვეტილება და პოლიციამ გააფრთხილა ეს შეჭრილი დევნილები, რომლებსაც არ ეკუთვნოდა ეს ფაქტი, ხელწერილებიც დაადებიეს, ჩაირთო წამზომი, 5 დღე იყო ვადა, სანამ დაიწყებოდა ასე ვთქვათ სპეციალური ძალისმიერი ოპერაციები და იმ 5 დღეში ჩვენ შევძველით, რომ ამ დევნილებთან გვეწარმოებიან მოლაპარაკება და დაგვეთანხმებია ისინი, რომ დაეტოვებიათ ეს ფაქტი და მათგან ვისაც ნამდვილი საჭიროება ჰქონდა და ეკუთვნოდა, ასეთი 19 ოჯახი იყო, ისინი ჩვენ მათ შევკვიდით, რომ განვათავსებდით და პირობა შეუსრულეთ 2 თვეში, ხოლო დანარჩენება ირწმუნეს, რომ ვისაც პირველ რიგში ეკუთვნის, ჯერ მან უნდა მიიღოს და ვისაც არ ეკუთვნის, ის უნდა დაემორჩილოს ამ წესს და დაუბრუნდნენ იმ საცხოვრებელს, სადაც მანამდე ცხოვრობდნენ. ეს რაც შეეხება, ვთქვათ, ეს 308 ოჯახი რაც შესახება. 308 ოჯახი შესახდა, მათ შორის იმ ობიექტზე, რომელიც მეკითხეთ, ეს იყო ბაქოს ქუჩაზე 39 ოჯახი, იქიდან გამოყვანილი 19 ოჯახისთვის ჩვენ შევქმნით ახალი საცხოვრებლები მოსკოვის პროსპექტზე, ბაბუციძის ქუჩაზე, გარდა ამისა გორში ჩვენ შევასახლეთ 52 ოჯახი, ხაშურში 36 ოჯახი, ქუთაისში 65 ოჯახი, 100-ზე მეტი შევასახლეთ თეთრწყაროში და იქ კიდე გვაქვს თავისუფალი ბინები. ეხლა ეს სპეციალურად მათთვის აგებული, გარემონტებული სახლები. ეს იყო რეაბილიტირებული. ან რეაბილიტირებული. ძველი შენობები. ანუ პრინციპში ისინი იყო გამზადებული სახლები დევნილთა მისაღებად, ხო? არა, ესენი არ იყო გამზადებული, ეს გამზადდა ჩვენი მოსვლის შემდეგ. რამდენ ხანში? 5 თვეში. ყველა ესე მალე? გეტყვით, ბაქოს ქუჩა იყო გამზადებული ნამდვილად, მანამდე და შეჭრა მოხდა ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ მოვედით, მაგას ნამდვილად ვერ ჩავიქმნით. ბაბუციძის ქუჩაზე ნამდვილად ჩვენ შევქმნით თავიდანვე, ქუთაისში დავასრულეთ, გორშიდაც ძირითადი სამუშაოები ჩვენ ამ პერიოდში დასრულდა, ასევე თეთრწყაროში სულ ახლახან დასრულდა და ქუთაისში მგონი გითხარით, ხო? ქუთაისის თქვით. ნუ აქ სატრაბახოთ მე ამას არ ვამბობ, ვინც რა შეასრულა თავის დროზე, მერთმა ყველას დიდი მადლობა ამისათვის. ეხლა მიმდინარე პროცესები ქუთაისში, ეხლა ჩვენ ვასრულებთ, უბრალოდ იმერეთში 205 ოჯახისათვის, მათ შორის სამტრედიაში, წყალტუბოში 2 ობიექტი გვაქვს, ქუთაისში და ტყიბულში. და იქ მიმდინარეობს ახალი კრიტერიუმების მიხედვით საპილოტე პროექტი, სპეციალისტები თბილისიდან და ადგილობრივი ჩვენი ქუთაისის ოფისის იგზიან და ახლა მიმდინარეობს პროცესი, დევნილები მიდიან, აცხადებენ განაცხადებს და დაახლოებით, ერთ თვეში ალბათ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება იმათი განსახლება, ვისაც ეს კრიტერიუმები მიაკუთვნებს ფაქტებს. 205 ოჯახს. მოდი ახლა დავყვეთ მაინც თქვენს თანხებს და დავინახოთ რა შეიძლება იყოს ისინი. თქვენ ძალიან რომ ყველაზე მწვავე აუცილებლობა აქვს 40,000 ოჯახს, აქედან 20,000 თბილისში ცხოვრობს და 20,000 ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ერთი ოჯახის დასაკმაყოფილებლად მე მესმის რომ ბინის პარტიები სხვადასხვა იყოს, მაგრამ ავიღოთ აი საშუალო ფართი, ხო? და როცა საშუალო სიდიდის ოჯახი. საშუალოდ ერთი ბინა, ერთი ოჯახისთვის რა ჯდება? მოგახსენებთ, საშუალოდ ჩვენ ამას როცა ვანგარიშობთ, ვიღებთ საშუალო 2 ოთახიას 50-დან 60 კვადრატამდე, იმიტომ რომ მოთხოვნილება არის ერთ ოთახიანზეც, მოთხოვნილება არის 3 ოთახიანზეც ეს ოჯახების რიცხოვნობის, სულადობის მიხედვით. დათვლისათვის შეიძლება ავიღოთ, ვთქვათ, საშუალო 2 ოთახიანი 50 კვადრატი ბინა. თუ ჩვენ ვახდენთ ძველი შენობის რეაბილიტაციას, მაშინ ერთი ბინა აქ ჩვენ გვიჯდება დაახლოებით $4,000-5,000. 4,000-5,000? ამიტომ კომპენსაცია რეაბილიტაცია, ანუ იქ თქვათ ეხლა ვიწყებთ ერთ-ერთი სკოლის გადაკეთებას, სადაც ფანჯრებიც კი არ იცვლება. მეტალო პლასტიკის ფანჯრებია, შესაბამისად იმდენად კარგ მდგომარეობაში, რომ მისი შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. სახურავი რჩება, აბსოლუტურად კარგი და საღი სახურავია. ეს არის თბილისში ყვარელის ქუჩაზე. ხო, შესაბამისად აქ ვარაუდობთ, რომ შეიძლება უფრო იაფი დაგვიჭდეს. ახალ აგებულ შენობებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, სხვანაირად ეს პრობლემა არ გვერდება. ჩვენ შევიტანეთ ცვლილება
სტრატეგიაში და სამოქმედებაში. ვიდრე გავავწოთ ხომ კაფეოს დამსტილება დარჩეს ჩვენს მაყურებელს, მე მაინც ასე გავიგე, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? ხელშეუხლოში თქვენი მოსვლის შემდეგ თქვენ ჭერი მიეცით 308 ოჯახს, ძირითადად 308 ოჯახს, ოღონდ ეს მოხდა იმ სახლებში, რომლებიც აშენებული იყო თქვენამდე თუ არ ჩავთვლით აი მოსკოვის პროსპექტის ბაბუცის ქუჩაზე აშენებულ არა, ისიც აშენებული იყო, სკოლა იყო, ჩვენ მოახდინეთ რეაბილიტაცია. და ქუთაისშიც. კი, აშენებული ისიც იყო, ეს იყო სკოლის შენობა, არის სკოლის შენობა, ჩვენ არა. სკოლის შენობას რეაბილიტაცია გადმოგვეცა სკოლის შენობა, цаრიელი და რეაბილიტაცია მოახდინეთ ჩვენ საცხოვრებელ ბინებად, ეს ჩვენ გადავაკეთეთ. ხო, უბრალოდ მე ცოტა სხვა ინფორმაცია მქონდა აქამდე, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? არა, მაგრამ თავია რომ ის ხალხი ჭერქვეშ არის. მე მქონდა ინფორმაცია რომ ბევრი რამე დახვდათ გამზადებული და ნუ ძალიანაც კარგი რომ ისინი დანიშნულების არის. აი ზუსტად გითხარით, ბაქოს ქუჩა იყო დასრულებული და ამავე დროს შეჭრილი იყვნენ იქ დევნილები და მეორე ნაწილი ითხოვდა თავისი უფლებების. თქვენ დანარჩენ რომ 4-5 დოლარი ჯდება რეაბილიტაცია, ანუ შენობა აშენებულია, საცხოვრებლად ვარგისია და იმის მოწყობა საცხოვრებლად ვარგისად ჯდება ამდენი. მაგრამ ჩვენ ნახეთ, მაგალითად ბათუმში და ფოთში აშენებული რამდენიმე ათეული კორპუსი, სადაც შესახლდა რამდენიმე ასეული ოჯახი, ახალი კორპუსები, ხო. და იქ რაც მე ვიცი, საშუალოდ ასე 32,000 ლარი დაჯდა თითო სახლი. ამიტომ საინტერესოა თქვენი სტრატეგია ქვია ამას თუ რაც ქვია, მოკლედ განზრახვები და გეგმები ამ ხრივ. თქვენ აპირებთ ქვეყნის მასშტაბით ეძიოთ და სამინისტროსგან მიიღოთ სარეაბილიტაციო შენობები თუ აუგოთ დევნილებს ახალი სახლებიც. ჩვენ ვაპირებთ რომ ვეძიოთ ქვეყნის მასშტაბით სარეაბილიტაციო შენობები და მუშაობთ ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან. იმიტომ რომ ეს უფრო იაფი გვიჯდება, ჩვენ თან ეს ის ობიექტებია, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ვერ ყიდის, სხვა შემთხვევაში თუ გაყიდა, ბუნებრივია ჩვენ არ გადმოგცეს, მაგრამ ეს იმ პრობლემას ვერ წყვეტს ეს მიმართულება იმ ვადებში, რომელზედაც მე მოგახსენეთ, ამიტომ ჩვენ ახალი მშენებლობების, ახალი შენობების აგებაზედაც ვზრუნავთ და ამაზე დავიწყე საუბარი. წინადადებაში ჩვენ ამისათვის გადმოგვეცა უკვე ეკონომიკის სამინისტროდან 4 ჰექტარი მიწა თბილისში. ეხლა ვართ პროექტირების. სად არის? ეს არის ვარკეთილში, ეგრეთ წოდებული დამპალოს მიმდებარე. ესეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ტერიტორიაა. მათ გამოათავისუფლეს ეს ფართობი ჩვენთვის. და ეხლა არის იწყება დაპროექტების სტადია, სადაც ჩვენ გეგმავთ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, იქ სართულიანობის კოეფიციენტი მაღალია და მრავალსართულიანი მომგებიანია იმდენად რამდენადაც. წელს ვფიქრობთ ამას? კი, აუცილებლად, კი. და წელსო დამთავრებასა, დამთავრებაში რაღაც ნაწილი წელს დამთავრდება, სავარაუდოდ, თუმცა მთლიანად ვერა და მთლიანად ჩვენ რო ბიუჯეტზე ვისაუბრეთ, ეს ბიუჯეტი, რომელზედაც მე გითხარით, ეს არ არის საკმარისი იმ გეგმისათვის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და ასე იყო თავიდან მთავრობაზე განხილული, რომ ეს არ იქნება ჩვენთვის საბოლოო ციფრი ბიუჯეტის მიმდინარე წელს, თუ კი ჩვენ სამუშაოების ფრონტს გავშლით, ისე რომ პრობლემა მხოლოდ ფინანსები იქნება და სხვა არაფერი. მარტივი არითმეტიკა რო წარმოვიდგინოთ, ჯერ მე ზუსტად არ ვიცით როგორც ჩანს არც თქვენ არა გაქვთ ეს ზუსტად დანახული წინასწარ რამდენი მოგახსენებთ ახლა თქვათ აი დევნილთა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე დევნილთა 40,000 ოჯახი ვთქვით ოხეშად ხო რა ნაწილი შეიძლება შესახლდეს უკვე არსებულ და რეაბილიტირებულ შენობებში და რა ნაწილი შეიძლება შესახლდეს ახლად აგებულ სახლებში ამავე დროს საინტერესოა ეს რა დროის მანძილზე შეიძლება მოხდეს, ხო? მთავრობას არჩევნებიდან და კანონიდან გამომდინარე აქვს 4 წლიანი სამოქმედო ვადა. ეხლა დავიმახსოვროთ ეს რიცხვები, დავიმახსოვროთ ეს $5,000, რაც სჭირდება სარეაბილიტაციოს სახლებს და ის თანხაც, რაც აქამდე ჭირდებოდა ახალი კორპუსების შენებას და ვთქვათ, რომ ხეშეთ ეს არის 30,000 ლარი თითო საშუალო თითო ბინაზე. იმიტომ კოტეჯებიც დაახლოებით 30,000 ლარი, ანუ $5,000 გადავიღეთ. არა. მე ვამბობ ახალაშენებულ კორპუსებს და არა სარეაბილიტაციო შენობებს. 30,000 ლარი ახალაშენებული კორპუსი არ იქნება.
ჩვენ ეგ დათვლილი გვაქვს. რამდენი იქნება? თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ახალაშენებული корпуსი 1 კვადრატული მეტრი დაგვიჯდება დაახლოებით $220-დან $250-მდე. თქვენ რაც ახსენეთ ბათუმში სწორი ბრძანეთ 1 კვადრატი საერთაშორისო დახმარებით აშენებული корпуსებისა 1 კვადრატი $700 გამოვიდა. ჩვენ დავთვალეთ და ჩვენ შეგვიძლია $220-250 ეს ხარისხის კლებას არ ნიშნავს? არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ის $700 თუ გამოვიდა, ის გამზადდა სრულიად საცხოვრებლად. არა, მე სხვა შავი კარკასის და თეთრი კარკასის ცნება. არა, ხარისხის ხარჯზე ეს არ იქნება. ეს იქნება პატიოსანი შრომის ხარჯზე და ეს იქნება ის დამოკიდებულება, რომ დევნილებისათვის გამოყოფილ რაღაც თანხებზე ხელი არავინ არ უნდა მოითმოს. და რამე ინფორმაცია არსებობს? რა თქმა უნდა, უამრავი ინფორმაცია არსებობს და უამრავი საქმე არის აღძრული. დასახელეთ მე რა, მაინც რამდენი საქმეა? ის წინააღმდეგ არის აღძრული. კონკრეტულად მშენებლობაზე გაინტერესებთ თუ ზოგადად? არა, მშენებლობაზე ამ შემთხვევაში. ხო, მშენებლობის ფულზე ვლაპარაკობ ჩვენ. ხო, რაც შეეხება მშენებლობაზე, აქ მე ვერ დავასახელებ, რომ კონკრეტულად აღძრულია სისხლისამართლის საქმე, იმიტომ რომ ჩვენ აქ ამის შემოწმების საშუალება არ ქონდა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა დროში, შეიძლება ნებისმიერ დროს. შიდა აუდიტით ჩვენ მრავალი საინტერესო დარღვევა გამოავლინეთ და სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ და აქამდესაც მივალთ, მაგრამ რეალურად $700 ღირებულება, ეს არის საბაზრო ღირებულება და ეს არ არის თვითღირებულება შენობა ნაგებობის და ძალიან მარტივად არის დასათვლელი. ეს ნებისმიერ $700 გათვლით იყო ფული მოცემული. $700 დაჯდა. ხო, მაგრამ ფულს ხო გამოვიდა, ეს ხო არ იყო მხოლოდ ქართული ფული. არა, ეს იყო საერთაშორისო დახმარება, იგივე ბათუმი ახსენეთ თქვენ, ბათუმში 22 корпуსია აგებული, სადაც უნდა აგებულიყო 52. მომწერი იმაზე რომ 52 корпуსი უნდა აგებულიყო, აიგო 22 корпуსი და ფული გათავდა. ბათუმში 22 корпуსი აიგო 52-ის ნაცვლად, ტერიტორია დღესაც მზად არის, სხვათა შორის კომუნიკაციები არის, გარე კომუნიკაციები, მაგრამ მშენებლობა შეჩერებულია დაფინანსების უქონლობის გამო. ამიტომ ჩვენ დავთვალეთ და ახალი მშენებლობა 1 კვადრატული მეტრი უნდა დაგვიჯდეს მაქსიმუმ $250. როგორც თქვენ თავის ყველაფრით? თავის ყველაფრით. ნუ აქ არ იქნება თქვა მუშახელის ხელფასი, კომუნიკაციების მიყვანა, რემონტი, ბინის კეთილმოწყობა, გადასახადი მათ შორის, რომელიც უნდა გადაიხადოს მშენებელმა კომპანიამ. ცოტა დაუჯერებლად ხო ჩანს. თქვენ თუ დაინტერესდებით სხვა მშენებელი ორგანიზაციების თვითღირებულებით, რამდენი უჯდებათ თბილისში 1 კვადრატული მეტრის შექმნა. ამ ხელას სხვაობა ერთი მხრივ $700 და $250 შორის უზარმაზარი სხვაობა და სიმართლე გითხრათ არ მინდა მოვცილდე იმ თემასაც თქვენ ახსენეთ, როდესაც თქვით რომ ფული კეთდებოდა ამაში და მე მშენებლობა ვიგულისხმობ მეტი არაფერი. მაგრამ ვინ აკეთებდა ამ ფულს? ევროკავშირიც რაღაცა ხელს ითმობდა ამ მაგას მე რა თქმა უნდა არ გავიზიარებ, ევროკავშირი ვერ გააკეთებდა, თუმცა ევროკავშირი გადასცემდა ფულს პირდაპირ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ის რეგიონალური განვითარების ფონდის მეშვეობით ახდენდა მშენებლობის შეკვეთას, ხოლო მშენებლობას ახორციელებდა ესათვის კომპანია, ვინც იმარჯვებდა ტენდერში. ნახოთ, არ მინდა ეხლა ვინმე დავასახელო, რაიმე დავარღვიო სამართლიანობის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები არის ჩატარებული და გამოვლინდება მალე. ოჯახი რა დაჯდება ამ გათვლით? აი, როგორც გითხარით, ამ გათვლით თქვათ 50 კვადრატი, ანუ საშუალო ოროთახიანი, სადღაც დაჯდება $12,000 ახალი მშენებლობა. $12,000 რომ გადაამრავლო, რაღაც რა კურსია დღეს 1.75 ხო დაახლოებით. ზეპირად ცოტა მიჭირს, მაგრამ სადღაც $20,000 მაინც გამოდის დაახლოებით. ასე გამოდის. $20,000 გამოდის. 40,000 რომ გაამრავლო 20,000-ზე იღებ ამდენს 800 მილიონს. კი, ასე იქნება. 800 მილიონს. ოღონდ ჩავთვალოთ 800 მილიონი ეს არის 4 წლის თანხა, ხო? უხეშად პროპორციულად რო გავყოთ 800 მილიონებზე გამოდის შესაძლოა მეტიც. ნუ მილიარდი ჩვენი რა მეტის არა? მიდის ვიცი, მაგრამ მაინც. მილიარდი მოთხსე გაყო 250 მილიონს ღებულობ.
250 წელიწადში დაახლოებით. Თქვენი ბიუჯეტი არის 50 მილიონი. 93 მილიონი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯი. ანუ ესე შეიძლება თქვათ 120 მილიონი დაახლოებით, ხო? ანუ ერთი მაგდენი კიდე უნდა. წელიწადში. სად არის მე ერთი მაგდენი? მე მოგახსენეთ რომ მე არ მithქვას რომ ეს საბოლოო ციფრია ბიუჯეტის ჩვენი საჭიროების შემთხვევაში გარდა ამისა ჩვენ ვფიქრობთ რომ აქ სხვა გზებიც იქნეს მოძიებული შესაძლებელია გრძელვადიანი იაფფასიანი კრედიტის გამოყენება ან სახელმწიფო გარანტიით თქვათ მოზიდვა თანხის რომელიც შემდეგ კრედიტს ვინ გასცემს ჩვენ მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს სოფლიო ბანკთან ამ თემაზე გარდა ამისა შეიძლება მოძიებული იქნეს კერძო ინვესტორიც მოვლენებს არ მინდა გავასწრო არის რამდენიმე უпроსტად ორი მიმართულებით მოლაპარაკებების დასაწყისი და ნახოთ რა გამოიქნა მე მინდა გითხრათ ინვესტორს საინტერესო უნდა კონდეს აქ კი არის ასეთი დაინტერესება ინვესტორს ნაწილი შეიძლება მან აქამდე ბიზნესი არ შემოდიოდა ამ სფეროში ხო? აზერბაიჯანს აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩვენ გეგმავთ ამ გამოცდილების გაცნობას და გაზიარებას. აზერბაიჯანის სახელმწიფომ 800.000-მდე დევნილის პრობლემა გადაწყვიტა უკვე მათ აუგეს ახალი კორპუსები და მოკლედ საგარეო ვალი უნდა გაიზარდოს. ეხლა მე ვიცით რა არის, ბევრი ამეკეთდება ქვეყანაში, კრედიტით, სესხით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, წინა ხელისუფლება ამას ძალიან აქტიურად იყენებდა, ზოგადად ეს მიუღებელი არ არის, თქვათ ჩვენ თუ ვაშენებთ გზებს, ძელვადიანი კრედიტით, თქვათ სხვა საჭიროებებს ვაგვარებთ დევნილთა საკითხებზე და შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქაც ვიფიქროთ სესხზე და არ დაუშვათ და არ შევეგუოთ იმას, რომ კიდევ 19 წელი ან უფრო მეტი უნდა იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. თუ გაგრძელება ისე როგორც მიდიოდა, 19 წელიც არ იყო. თუ გადასაწყვეტია და გვაქვს ნება რომ გადავწყვეტოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მთავრობას აქვს ეს ნება, მაშინ ამის გადაწყვეტა 4 წელიწადში შეიძლება, თუმცა ეს იოლი არ არის. 19 წელი შეიძლება არ ჩათვალო აქ, ჩათვალო ის წლები, როცა მშენებლობა დაიწყო, ხო, რაღაც რაოდენობით ბინებით საკმაყოფილება ყოველთვის მიმდინარეობდა, ну, რა თქმა უნდა, ეს უფრო 2000 წლის მერე წამოვიდა. სტრატეგია სახელმწიფომ შეიმუშავა 2007 წელს, ამას არავინ არ უარყოფს. ამ საკითხის მიმართ სახელმწიფო ხედვა და სტრატეგია, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე და საჭიროებებზე, გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებული, მათი რეკომენდაციების საფუძველზე პირველი ვერ შესრულდა 2007-9, ვერ შესრულდა 2009-12, ეხლა მოქმედებაშია 2012-14 წლების სტრატეგია. ჩვენ ამ სტრატეგიას ტოვებთ ძალაში, ვერ გრძნობით. თუმცა ეს სტრატეგია ითვალისწინებდა კომპაქტური ჩასახლების დევნილების საბინაო პრობლემების მოგვარებას და შემდეგ დაწყებას კერძო სექტორის, ეგრეთ წოდებული კერძო სექტორის დევნილების პრობლემების განხილვისა, მაგრამ იმ შეხვედრებზე, რომელზედაც მე მოგახსენეთ 10 მოსვლელი დევნილიდან 8 კერძო სექტორიდან არის, ანუ ჩვენ დავწმუნდით, რომ კერძო სექტორის დევნილებს ძალიან უჭირთ, ამიტომ შევიტანეთ ცვლილებები და პარალელურად იქნება ამ პრობლემების მოგვარება, ანუ კრიტერიუმები, მათი პრობლემები, საჭიროებები, სოციალური მდგომარეობა და ყველაფერი რაც ასახულია ამ თანაბრად იქნება კერძო სექტორის იმდენი სასწორლება მე მახსოვს ომმა შეაფერხა. პირიქით, ომმა არ შეაფერხა, ომმა ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილი დახმარებით. უბრალოდ რაღაცა დროის მანძილზე შეფერხდა იმის შესრულება, ესე ვთქვით, აღსრულება. ფინანსური თვალსაზრისით პირიქით მეგულისხმობ მოქმედებებს. მოქმედება გეთანხმებით. ბატონ და როგორც მე გავიგე, წელიწადში მილიარდი, ეს არის წელიწადში რატო სულ 4 წელიწადში. ჩვენ დავთვალეთ 4 წელიწადში, ხო, 4 წელიწადში მილიარდი. ანუ ეს არის პირობა ხელისუფლებისა დევნილთა წინაშე? რომ ამ 4 წლის მანძილზე პირობა ხელისუფლებისა არის, რომ მათ თავზე ჭერი ქონდეთ მილიარდი ლარი. შეიძლება უფრო ნაკლები, შეიძლება უფრო მეტი, რამდენიც საჭირო იქნება. მე ვამბობ, რომ უფრო ნაკლები, უფრო მეტი, რამდენი, უფრო ნაკლები შეიძლება 50 მილიონი თქვენი. შეიძლება 900 მილიონი იყოს, ნახოთ როგორ გამოვა. მე ვამბობ, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას უახლოეს 4 წელიწადში
გადაიჭრას ძირითადში დევნილთა პრობლემა. ძირითადში ვამბობ, იმიტომ რომ 40,000 უსვავდი ხას, 40,000 იქით კიდე რჩება ციფრი. მაგრამ ეს ადამიანები არიან, თქვათ, რომელსაც ეს უკიდურესი აუცილებლობა არ აქვს დღეს და მას შეუძლია კიდევ მოითმინოს, კიდევ მოიცადოს. თქვათ, აქვს მამაპაპის სახლი, ან რაღაცა ისეთი თვითონ შეიძინა, ან ცხოვრობს ისეთ ადგილზე, რომ დღეს არ აქვს. ასეთი რამდენი რაღაც ესეთ 15-20,000 ოჯახი ხო დაახლოებით. კი. და აქ ერთი თემა უნდა ვახსენო მე, რომ ციფრები იმთავითვე დიდი სანდოობით არ ხასიათდებოდა, ჩვენ მქონდა პრობლემა დევნილთა ბაზის, ასე ვთქვათ, დაცულობის და ეს გადავწყვიტეთ იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ჩვენი ელექტრონული სისტემის შეყვანით. ანუ იყო ასეთი საფრთხე, რომ ვთქვათ, შესაძლებელი იყო მე როდესაც თქვენთან საუბრობ ან სხვაგან ამ დროს ვინმე ქვეყნის შიგნიდან ან ქვეყნის გარედან შედიოდეს ჩვენს ბაზაში და ახდენდეს ცვლილებებს. 2007 წელს ჩატარდა რეგისტრაცია. გავიდა მას შემდეგ 7 წელი. დევნილთა რიცხვი იზრდება. გარკვეულად დაზუსტებას მოითხოვს, მათ შორის კერძო სექტორის დევნილების და ჩვენ ვფიქრობთ ახალ აღწერაზე ან ახალ რეგისტრაციაზე, რომელმაც ციფრი უნდა დააზუსტოს. ეს ძალიან საჩქარო არ არის, ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს ასაკეთებელი, რომ თქვათ საწყის წლებში ამდენიც არ უნდა გავაკეთოთ ეს პრობლემის მოგვარება, მაგრამ საბოლოოდ ამ პრობლემის მოგვარებამდე ვადაში ასევე უნდა დააზუსტდეს ციფრებიც. ეხლა გისმენთ და ვფიქრობ, და ფინანსთა მინისტრი თუ უყურებს ჩვენ გადაცემას, იმიტომ რომ მისთვის მაინტერესებს აღმოჩნდება თუ არა სიურპრიზი, აი ეს თანხარას თქვენ თქვით. არა, რაისთვის ეს მილიარდი არის შესახებ, ხო? შეიძლება რაღაც მოუგნელობა იყოს ეს. თან მithumetes 3 მილიარდიდან კაი საგრძნობი ნაწილი ვალი უნდა იყოს, როგორც მე ხვდები. შესაძლებელია იყოს ძელვადიანი, დაბალპროცენტიანი ცეცხლი. კარგი. მოდი ვილაპარაკოთ მაშინ სხვა პროექტებზეც, რომლებიც აქვს საჩუქრ ორგანიზაციებს თქვენთან. არსებობდა დევნილთა პროგრამა 3, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებდა ჩვენს ქვეყანასთან, მისი პარტნიორი წინა ხელისუფლება იყო. ეხლა ძალაში შედის დევნილთა პროგრამა 4. რას გულისხმობს ეს პროგრამა, იგივე უთხრათ ჩვენს მაყურებელს და დევნილებსაც. დევნილთა პროგრამა 4 ეს არის ევროკავშირის დახმარება 19 მილიონი ევროს ფარგლებში. აქედან 2 მილიონი евро უკვე ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში. ეს არის საბიუჯეტო დახმარება, ანუ ამ 19 მილიონიდან 10 მილიონი განსაზღვრული იყო კონკრეტულად დევნილთა საცხოვრებელი პირობების მოგვარებისათვის, იგულისხმება რეაბილიტაციას და მშენებლობას. 10 მილიონი აქედან 2 ჩაირიცხა უკვე და 8 მილიონი დარჩა, 4 მილიონი არის 14 წლის ბიუჯეტისათვის გათვალისწინებული, 4 მილიონი 2015 წლის ბიუჯეტისათვის. გარდა ამისა 5 მილიონი евро გათვალისწინებულია დევნილთათვის საარსებო წყაროების უზრუნველყოფის პროგრამის განსახორციელებლად, ეს იქნება მათთვის მცირე ბიზნესების შექმნა, ახალისება და ასე შემდეგ, სხვა საკითხები, დევნილთა ტრენინგები და სწავლება, ბიზნესის აწყობა და ასე შემდეგ. 2 მილიონი სოფლის მეურნეობის პროგრამაში იქნება. აი ეს არის სულ 2 დაიხარჯა უკვე მოგახსენეთ. ორი კითხვა. თქვენ ახსენეთ, კონკრეტულად მოიხსენიეთ მონაცემთა ბაზა, რომელიც ჰქონდა დევნილთა სამინისტროს, რომ ის თქვენი მტკიცებით იყო შეღწევადი. კი, შეღწევადი. არა და მე ვიცი, რომ მასზე არ უმუშავიათ მხოლოდ ქართულ პროფესიონალებს, ხო, ეს გაეროს ექსპერტთა მიერ არის გაკეთებული და რანაირად. და მეორე კითხვაც პარალელურად თუ შეიძლება, თქვენ ახსენეთ რეგისტრაციის აუცილებლობა ხელახლა დევნილებისა და აი ამას ვინ განახორციელებს ამ რეგისტრაციას და ვინ დააფინანსებს? რაც შეეხება ბაზას, როდესაც ჩვენ მივედით, იქ იყო ერთი პროგრამისტი, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად უხდიდნენ, ქართველი და მის მიერ დაწერილი პროგრამა ემსახურებოდა ამ ბაზას. შესაბამისად იყო რისკის მატარებელი ფაქტორი, ჩემდა გასაოცრად მან თავისი სურვილით დატოვა სამსახური და წავიდა. სხვა თანამშრომლები რამდენიმე დღესაც მუშაობს ამ სამსახურის
უბრალოდ ორმა ასევე დატოვა სამსახური. შესაბამისად თუ ეს რა პროგრამა იყო, ვის ჰქონდა მას ცდომა, ან იგივე მას წასვლის შემდეგ შეეძლო თუ არა სხვა ასე ვთქვათ ადგილიდან შეღწევა, ეს კითხვა ჩვენთვის იყო უპასუხო და ამიტომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციას აქვს ძალიან სერიოზული ეს სამსახური და ჩვენ მოვახერხეთ ბაზის დაცვა მათი მეშვეობით. დღეს სრულად იუსტიციის სამინისტროს IT სამსახურის ქოლგის ქვეშ არის ჩვენი ბაზა. ანუ მანამდე რა იყო, თავს ვერ დავდებთ, მაგრამ მას შემდეგ ის დაცულია. რაც შეეხება რეგისტრაციის დაფინანსებას. დიახ, რაც შეეხება რეგისტრაციის აუცილებლობას, მის საჩქაროებას, დაფინანსების წყაროებს, ეს ჯერ საბოლოო განაცხადება მიღებული არ არის, თუმცა ამის აუცილებლობას ჩვენ ვხედავთ, საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით მას დააფინანსებენ ასევე ჩვენი უცხოელი დონორი ორგანიზაციები. თუმცა ზუსტი პროგრამა, თქვათ რა ვადებში, სად, როგორ და საერთოდ განხორციელდება თუ არ განხორციელდება, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის. ბატონო. მოდი ჩვენ გაცმა დასულს ვახლოვდება, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ დევნილებს დარჩეთ ბევრი გასაგები შეტყობინებათაგან, რაც თქვენ გავგზავნეთ მათ დღევანდელი საუბრისას, კიდევ ერთი. მოკლედ, წელს რამდენ ოჯახს აუხვალთ, გულისხმობ ჭერით და საცხოვრებელი სახლით და ნორმალური ადამიანური პირობებით გამართული საცხოვრისის მათთვის გადაცემას და მათ დაკმაყოფილებას ამით. მოკლედ, წელს რამდენ ოჯახს აუხვალთ? ეს ხო, ჯერ ეს ერთი კითხვა ვთქვათ. ახლა თუ მაინც და მაინც ჩვენ უნდა ასე ვივარაუდოთ წელს, რომ მდინარე წლის დეკემბერში უნდა მიიღოს ყველა, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს და გადავიდეს რაღაც ვადები, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ თქვათ, აგვეღო რაღაც ტემპები, დრო მიაქვს პროექტირებას და დრო მიაქვს ტენდერებს, მაგრამ რასაც ჩვენ დღეს ზუსტად ვხედავთ ქვეყნის მასშტაბით, ეს არის რამდენიმე 1000, უფრო ზუსტად 4000-მდე უკვე რასაც ვხედავთ. თუმცა მე მაქვს იმედი, რომ აი ახალი მშენებლობებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ციფრი უნდა გავზარდოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში სამომავლოდ უკვე იმდენად იყოს აწყობილი სისტემა, რომ შევძლოთ ჩვენ წელიწადში იმდენი საცხოვრებელი ფაქტის შექმნა, რამდენიც იმ გეგმას სჭირდება, რომელზეც გესაუბრეთ. მოკლედ, წელს 4000-მდე ოჯახი? ეს უკვე რაც ჩვენ გვაქვს გადმოცემული ობიექტები, მიმდინარეობს რეაბილიტაცია, გადმოცემის პროცესია, გვაქვს შეთანხმება და გვაქვს თანხა უკვე იმ ბიუჯეტში, რომელზედაც მე გესაუბრე. კარგი. მაშინ კიდევ ერთი რამ. თუ ლაპარაკობთ 40000 დევნილზე, ბუნებრივია მათ შორისაც სახელმწიფომ შეიძლება დაინახოს გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეები და ოჯახები ამ მხრივ და თქვათ სხვები იყო შედარებით, მოკლედ სხვები მოიცდიან ხშირად რო ვთქვათ. ხო, არიან ვიღაცები, ვისაც ძალიან უჭირს და ძალიან ჭირდება ჭერი ჭერქვაში. საინტერესოა ამ მხრივ საკლასიფიკაციო ერთეულები თქვენი სამინისტროსი, რომელიც ამიხევით თქვენ შეარჩევთ უწინარესად შესასახლებელ ოჯახებს. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელზედაც ჩვენ უკვე განვაცხადეთ და მეკითხავთ. რატო წამოუწია საკითხი? გეტყვით, თავისთავადაც საინტერესოა და თან ჩვენ ვიცით, რომ არაერთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შორის, რომლებიც ახლა იკავებენ სხვადასხვა სახელმწიფო და ერთკერძო ნაგებობას, იმდენები ვერენ მათ შორისაც. და იქ ცხოვრება, გუში მქონდა სწორედ გადაცემა ამაზე, არ არის ფლად კანონიერი, უბრალოდ სახელმწიფო იძულებულია ამ კანონობას დროებით შეეგუოს. ეს ხალხი ფლად ქუჩაში ვერ დარჩებიან, ხო? მაგრამ იქ არიან ვიმეორებ მოქალაქეები, რომლებიც თქვენს კომპეტენციაშიც შემოდიან. ასე რომ ამიტომაც დავსვე შეკითხვა, ამიტომაც დავინტერესდი კრიტერიუმებით, რომლებიც მიეყენებათ უწინარესად დასაკმაყოფილებელ დევნილებს. როდესაც ამ შეჭრების პიკი იყო ოქტომბრის ბოლოსთვის დასაწყისში დაიწყო და პიკს მიაღწია ოქტომბრის ბოლოს 2000 დევნილი ოჯახი იყო შეჭრილი, მათი რიცხვი აღწევდა 6000. დღეს ვინც რჩება ისევ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 300 ოჯახამდე არის ქვეყნის მასშტაბით და ყველაზე დიდი რაოდენობა არის თბილისში.
ჩვენ მაშინაც გქონდა პოზიცია და დღესაც იმ პოზიციაზე ვართ, რომ ეს არის უკანონობა, თუმცა სახელმწიფოს არ განუხორციელებია ღონისძიებები რაღაც ისეთი მკვეთრი და მკაცრი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არანაირი უპირატესობა ახალი პარტიის განაწილების დროს შეჭრილს არ ექნება. კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ გავანაწილებთ იმერეთში უახლოეს პერიოდში საცხოვრებელ ფართობებს და მერე მუდმივად შემუშავებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, სადაც მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იმ სამინისტროების სპეციალისტები, რომლებსაც შეხება აქვთ დევნილებთან. აქ კრიტერიუმებში ძირითადი ესე იგი აქცენტი არის საცხოვრებელ პირობებზე, ანუ ყველაზე მაღალი ქულა ენიჭება გრევად, ავარიულ ობიექტში მაცხოვრებელ ადამიანს, სოციალურად დაუცველს, სოციალურად სიღარიბის მიღმა მყოფს. შემდეგ გათვალისწინებულია ყველა სოციალური სიტუაცია, რომელიც შეიძლება იყოს დამახასიათებელი, თქვათ შემოსავლის წყარო, რიცხოვნობა, ასაკობრივი, თქვათ მცირეწლოვნების რიცხოვნობა, დაღუპული, ომის მონაწილე, ეს ყველაფერი ქულადი პრინციპით ფასდება და ვინც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, პირველესად პირველ რიგში ის დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფაქტი. ერთი საკითხიც. დევნილები ჩვენ დავყავით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ისევ ამ 20,000 ფარგლებში ვტრიალებ. 20,000 თბილისში და 20,000 სახელმწიფოს სხვა კუთხეში. თუ თქვენ მათ ადრე თუ გვიან დაკმაყოფილებთ საცხოვრებლით, მათ მოუწევთ დატოვება იმ ადგილებისა, სადაც ისინი შეეჩვიან ცხოვრებას? არა. ასეთი მიდგომა არ არის. ჯერ ერთი დევნილმა უნდა თვითონ აირჩიოს 20,000 ოჯახი თბილისში. კი, 20,000 ოჯახმა ძალიან სერიოზული ვალდებულება ჩემი დაკვირვებით. გეთანხმებით, სერიოზული ვალდებულება, თუმცა წლის მანძილზე მილიონნახევრიანი ქალაქისთვის 20,000 ოჯახი, ეს ის რაოდენობა, რომელიც ისედაც ინტეგრირებულია თბილისში. ამ ადამიანებს 19-20 წლის მანძილზე ზოგს ერთი, ზოგს ორი უკვე საფლავიც აქვთ თბილისში თავიანთი ოჯახის წევრების, მათი შვილები სწავლობენ თბილისში, მათ ნაწილს აქვს სამსახური თბილისში, მათ ნაწილს აქვს თბილისში ჯანმრთელობის მოგვარების აუცილებლობა, მაინც და მაინც თბილისში, ერთ სიტყვით ისინი სრულად ინტეგრირებული არიან თბილისში, ამიტომ მათი თბილისიდან წასვლა ერთადერთ შემთხვევაში იქნება, ეს იქნება აფხაზეთში დაბრუნების ან ცხინვალში დაბრუნების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი სურვილით, თქვათ იგივე კრიტერიუმებში, თბილისელს შეუძლია ნებისმიერ თბილისში რეგისტრირებულ დევნილს შეუძლია ნებისმიერ საქართველოს რეგიონში განაცხადოს სურვილი, მას კრიტერიუმები ამის უპირატესობას ანიჭებს. რაც შეეხება საფრთხეს, რომელიც თქვენ არ გითქვათ, მაგრამ შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა, რომ ეს ხომ არ გამოიწვევს თბილისისკენ მოზიდვას დღეს რეგიონებში მაცხოვრებელი დევნილების, ეს ვერ მოხდება. რეგისტრირებულები არიან, ხო? ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ისინი რეგისტრირებულები არიან და მათი თბილისში რეგისტრირება მინიმუმ 5 წელი უნდა ცხოვრობდნენ და ამას ასაბუთებდნენ სამართლებრივად. მე როგორც ვითვლი და ვიცნობიერებ, ძალიან სერიოზული ამოცანაა, იქის რომ 40,000 ოჯახის 4 წლის მანძილზე დასახლება, საცხოვრებლის მიცემა მათთვის ეს ნიშნავს საშუალოდ, საშუალოობით არ კეთდება საკმაოდ, საშუალოდ წელიწადში 10,000 ოჯახისთვის საცხოვრებლის მიცემას. თქვენ ლაპარაკობთ წელს 4,000 ოჯახზე. არა, მე გითხარით, რაც უკვე დღეს არის მარტი. პროცესი მიმდინარეობს, მე რაც უკვე ეკონომიკის სამინისტრო გადმომცა ობიექტები და რაც შეთანხმებული ვართ, რომ გადმომცემს, რასაც ვიცი, რომ ზუსტად დავაშენებ იმ ფულით, რომელიც დღეს მაქვს ბიუჯეტში, ამით არის ეს, მაგრამ მე გითხარით, რომ ეს არ უნდა იყოს საბოლოო ციფრები. ზინგიდე 9 თვე გვაქვს, სამუშაო მიმდინარეობს, ჩვენ უნდა გავიდეთ იმ მაჩვენებლებზე, რომ პროგრამა, რომელზედაც მოგახსენეთ, ის შესრულდეს და წლევანდელი წელი არ იქნეს შემაფერხებელი მომავალი წლებისათვის. პირველი წელი ბუნებრივია ვერ იქნებოდა ძირითადი. მაგრამ ჩვენ უნდა ისე მოვეწყოთ და ავეწყოთ, რომ ეს იქნეს ახორციელებელი. აი მაგდენი არითმეტიკა ახლა მიჭირს და მინდა თქვენ გადმოგაბაროთ ეს და გითხოთ 20,000 ოჯახი თბილისში ეს აი რამდენი ჰექტარია და რამდენი კორპუსია? ეს არ არის ბევრი ჰექტარი, ზუსტად გეტყვით, აი მაგალითად 4 ჰექტარზე, რომელიც მე გითხარით, 30 კორპუსის გაშენება შეიძლება 4 ჰექტარი დამპალოში, რომელიც გამოყოფილია.
იქ რეზერვი არის მიმდებარე ტერიტორიაც არსებობს, მაგრამ 4 ჰექტარზე, სადაც დაპროექტებაზე ვსაუბრობ მე, 30 კორპუსი სრული ნორმების დაცვით. 4 ჰექტარზე 30? ძალიან დიდი სიმჭიდროვეა. არ არის. მე ნორმების გათვალისწინებით ვამბობ, ეს რა თქმა უნდა ქალაქთან გეგმარებით და ქალაქის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდება და პროექტება ბუნებრივია და სულ 15 ჰექტარზე შესაძლებელია განთავსდეს ეს დასახლება. და სხვათა შორის ეს დასახლება არ იქნება იმაზე დიდი, ვიდრე დაგეგმილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა, სადაც უცხოელები აწარმოებენ ამ მშენებლობას. ეს იქნება კომპაქტური დასახლება მათთვის? ასე გამოვა კი თუ თქვათ ეს 4 ჰექტარი როგორც გითხარით გადაწყვეტილია, თუ იმის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა მომავალი 30 კორპუსი თქვით ხო? 4 ჰექტარზე 30 კორპუსი თქვით. 30 კორპუსი რამდენი 1000 დაეტოვა? 3000 სულ მინიმუმ. შეიძლება მეტი. იმიტომ რომ ფოთში 32 ახალ კორპუსში შესახლდა 1200 ოჯახი. ფოთის კორპუსები არის 4 სართულიანი, რომელშიც თავსდება 40 ოჯახი. მე ვსაუბრობ მრავალსართულიან კორპუსზე, სადაც მინიმუმ 100 ოჯახი და შეიძლება მეტიც განთავსდეს. კარგი, ამ წუთას რაღაცა დროც არ გვაქვს რომ დავთვალო, არ გამოდის მე კალკულატორის მოხმარება ესე რომ მაშინ ბოდ დავაჯამოთ. 4 წლის მანძილზე დევნილთა სამინისტრო ისრულობს და აძლევს და ხპირდება დევნილებს, რომ 40,000 გადაუდებელი საჭიროების მქონე დევნილი პოვებს არა უბრალოდ თავშესაფარს, არამედ თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრის და ამას დაჭირდება, პლუს მინუს მილიარდი ლარი საამისოდ. ხო, ასეა. კი, ასეა. კარგი, მაშინ დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა. ესე იგი, პირველი ნაწილი უფრო სიტყვები იყო, მეორე ნაწილი უფრო რიცხვები და კარგია რიცხვები უფრო იძლევა საშუალებას მათ მერე მიანდევნა ხოლმე თვალი. დიდი მადლობა, დავით. ჩვენთან ორგანიზებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. მე ამით გემშვიდობებით ორ შაბათამდე ნახვამდის.